სპექტაკლი ფიროსმანი სიზმარს ზმანებას წააგავს. იდეაც ეგ იყო, რომ ყოფილიყო სიზმარებით, იმიტომ რომ მართლა სიზმარია ჩვენი ცხოვრება. აი არ ვიცი, მართლა სტუმრები ვართ. მწუთი სოფლის. მართლა წუთია და წამია ცხოვრება. ბედნიერი ვარ იმით, რომ ძალიან ამაღლებული და დიდი ადამიანის ბუნებას შევეხეთ. მუსიკაც, რეჟისურაც გვინდოდა რომ ყოფილიყო ადამიანური. ნაჩვენები რაც არის, ჩემთვის ყველაზე მეტად სულ იგივდება იმასთან, რომ ჩვენ არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ, რომ წამია სიცოცხლე, წამია ცხოვრება. ის რომ ადამიანებმა ერთმანეთს სიცოცხლეშივე უნდა მოვეფეროთ და არ მივატოვოთ ერთმანეთი. აი მარტოობის რაღაცა მუსიკალურად თუ რეჟისურით ახსნა, გახსნა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ სპექტაკლში. რასა მოგიჩემებია ეს სიკეთე, 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 სიკეთე. ბესობესელია სცენოგრაფია ერთდროულად მინიმალისტური და მონუმენტურია. სცენა თითქმის ცარიელია. წინ ხის ლოგინი დგას. უკან ბათქაშ ჩამოცვენილი კედელია, რომელზეც ფიროსმანის ნამუშევრები პროექცირდება. ყველაფერი არა სიღარიბის, როგორც ჩვენთან მიღებულია, რომ ფიროსმანი იყო ღარიბი და ღატაკი. არა, არამედ ზოგადად სამყაროს ნგრევის, სამყაროს დაშლის სურათია, ესეთი მეტაფორა თითქოს, ხო? და შემდეგ როგორ ცოცხლება, როგორ აცოცხლებს ამ ყველაფერს ფიროსმანის ნამუშევრები და როგორ ზუსტად არის შერჩეული თითოეული მათგანი, ზუსტ წერტილში, ზუსტ ინტერვალის შემდეგ რა გამოსახულება მუშაობს. ზოგჯერ ეს ჩანს, ზოგჯერ ეს კონტრაპუნქტურია, ხო და არ არის და ძალიანაც კარგი რომ არ არის პირდაპირი ილუსტრაცია იმ ყველაფრის, რაც ხდება, რაზეც საუბრობენ ან ერთმანეთს საუბრებენ, უზიარებენ ფიროსმანი და სიკვდილი, ხო? მაშინ სიმართლე მითხარი. ხალხი დაბნელდა თუ არა? დაბნელდა. ვერ მამაში ვინ არის დამნაშავე? ცოდვა, ბლიქნელობა, ღვთისმსგებლობა. აი რა არის ახლა მათი მთავარი საფიქრები? მნიშვნელოვანია სპექტაკლის ქორეოგრაფია. კოტე ფურცელაძის მიერ შეთავაზებული პლასტიკური გადაწყვეტა გმირების ხასიათის, შინაგანი მდგომარეობის გამომსახველია. კოტე ფურცელაძე, რომელიც არის აი არც მე და კოტე ჩემი პედაგოგი იყო ინსტიტუტში და რაღაცა მის ხელში გამოზრდილი ბოუში ვარ, ასე ვთქვათ. მე რაღაცა უკვე თეატრში გადავიკვეთეთ და ნუ კოტესთან მუშაობა არის ერთი დიდი ზეიმი და ერთი დიდი სიამოვნება. აი კოტე რო არის, რაღაც საოცარი ენერგეტიკა აქვს, იცი, აი რო არის, სულ არაფერი არ გააკეთოს. აი რაღაცა ზუსტად იცი რომ ყველაფერი მაგრად გაქვს. აი რაღაც საოცარი სიმშვიდე აქვს და ნუ მე ის შემოქმედებითი პროცესი რაც მასთან ხდება, ჩემთვის არის უდიდესი სიამოვნება. ფაქტიურად მე მიჯაჭვული ვარ იმ ტახტთან და
თითქმის სტატიური ვარ, თუმცა იქ არის სცენები, სადაც მიწევს იქ მოძრაობა, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ბოლო სცენაში მე თვითონაც იმ ბოლო მუსიკალური ფრაზა რომ არის, ძველი თბილისური, იქ სევდაც არის, გამარჯვებაც არის, გამარჯვება სიკვდილზე, სულიერი ზეწოლობა და ვფიქრობ ის თუ წავიდოდა ასე წავიდოდა ამ ფორმით წავიდოდა გამარჯვებული ადამიანი, გამარჯვებული ხელოვანი, გამარჯვებული შეყვარებული ადამიანი ისე წავიდოდა იმ ქვეყნად ალბათ. ფინალური სცენა სპექტაკლის კულმინაციაა. მუსიკით, მხატვრობით და ქორეოგრაფიით გადმოცემული სიცოცხლის სადიდებელია. აი, როგორც ნახეთ, ზუსტად იმ შეგრძნებით დაიწერა ეს მუსიკა. მეც ვხედავდი, როგორ ამაღლდა მისი სული. ოღონდ აი რაღაც ქართულად, თბილისურად როგორ წაუცეკვა მისმა სულმა. და როგორი სუფთა და სინათლით სავსე იყო მისი სული ამ მოძრაობით, ამ მოფერებით. როგორ გაიარა, გაატარა კახა კობალაძემ საკუთარ სხეულში, საკუთარ შინაგანად ეს ყველაფერი და როგორ აღმოჩნდა ქორეოგრაფის და მუსიკოსის და რეჟისორის და მსახიობის წარმოდგენა ალბათ სიცოცხლეზე თუ სიკვდილზე თუ თუნდაც იგივე ადამიანის ამ ქვეყნიურ თუ აღარ ამ ქვეყნიურ არსებობაზე როგორ იქცა ესეთ მართლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ სიტყვას დაუჯერებელ სანახაობად საუკეთესო მნიშვნელობით ამ სიტყვის უცბად რომ აღმოაჩერო თურმე ეს ცეკვა ქართული ცეკვის კლასიკური თუ ინტერპრეტირებული ცეკვის მოძრაობა ელემენტები, ილეთები, როგორ შეიძლება აი ამ ყველაფერმა უცბად მიიღოს ესეთი სახე და იქცეს კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან შენაძენად თუ აი რამ ხელა მნიშვნელობა ქართული ცეკვის ამ შემთხვევაში ზოგადად ქართული კულტურის არსებობას დღევანდელი საზოგადოებისთვისაც და მე ყოველთვის იმას ვამბობ ხოლმე რომ დღევანდელი არა უშავს თავარია მომავალი საზოგადოება ქვეყანა როგორი რისთვის რა დახვდება მომავალ თაობას მომავალ საზოგადოებას აქ ამ კიბის ქვეშ მიწასთან უფრო ახლოს ვარ. კიბეზევით მიემართება. მე კიბეზევით არ მინდა. სცენები ერთმანეთს დინამიურად ენაცვლება. გარინდებულ მაყურებელს ენანება ტაშით დაარღვიო სპექტაკლის იდუმალება. ჭეშმარიტება რკინას ისე აწყობილი, ისე მიდიყოლებს, მიყავხარ თავის გზაზე, რომ არა მარტო პროცესში, დასრულების შემდეგაც კი თითქოს არ გინდა ტაშით დაარღვიო ის შენი მდგომარეობა, გინდა დარჩე იქ მათთან ერთად და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, არ გინდა რომ დასრულდეს. თუმცა, როგორც აღნიშნავთ, სულ ელოდები, რა იქნება შემდეგ, როგორ განვითარდება, რა მოხდება და როგორ დამთავრდება. ეს სიტყვა მიყვარს. ჩვენ. იმიტომ რომ ამ სიტყვაში ძალა
ამ სიტყვაში მარტოსულობა მდარეა. ჩვენ ნიშნავს რომ ერთმანეთი ყავს, ეს კი ნიშნავს რომ კახა კობალაძე და თათია თათარაშვილი თავიანთი კონტრასტული ტემპორიტმით და დეკლამაციით მუსიკალური აკორდის ჰარმონიულ ჟღერადობას ქმნიან. ეს ჩემთვის არის უდიდესი კომპლიმენტი, იმიტომ რომ ჩვენ გვინდოდა რომ ესე ყოფილიყო ბატონ კახა კობალაძესთან უშუალო პარტნიორებად, მეორედ შევხვდით ერთმანეთს. მასთან ერთად მუშაობა არის რაღაცა ძალიან კომფორტი, რა იკახა არის რაღაცა საოცარი, ნუ გარდა იმისა, რომ საოცარი მსახიობია, საოცარი ადამიანი და რაღაცა ძალიან ბავშვური. და ზაზა კიდეც ამბობდა ხა რატო ფიროსმანიო კახაო, იმიტომ რომ მირზაანში რო ვიყავიო, აი რო დავინახევ, რო გავიხედე ფიროსმანი, კახა იჯდაო. აი თითქოს გადმოსულია, გაცოცხლებული, არ ვიცი, მე ვხედავ ესე, აი მართლა ხო, აი რო ხედავ მართლა, აი ესეთი გენიოსი ადამიანები და გენიალური მხატვრები თუ მუსიკოსები თუ რაღაცა ძალიან ბავშვურები არიან და ძალიან უშუალოები არიან და ესეთი იყო ფიროსმანიც და კახას ეს აქვს და ესეთია. ბეწვ თავს. ვინც მომიხმარს. წელიწადში ერთხელ ყველას კარზე შემოვჯდებია. ვინ ახავს კახა კობალაძის თითქმის ყველა სპექტაკლი მისი სტუდენტობიდან და მინდა ვთქვა რომ ალბათ მოდის მსახიობის ცხოვრებაში, ბიოგრაფიაში დრო, როდესაც ის აღწევს თავის უმაღლეს მწვერვალს. მან მართლა შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელი შეძლო, იმიტომ რომ ჩვენ აღარ ვუყურებდით მსახიობს. ჩვენ ვუყურებდით ფიროსმანს. თავისი და ფიროსმანს არა როგორც ფიზიკურ არსებას, არამედ როგორც მის სულიერ ხატს. ია თუ დაგიხნოსავს. აი ია აქედან იწყება ადამიანი. ისევე შემიძლია ვთქვა, რომ თუ სიკვდილი ასეთი მშვენიერია, როგორც არის თათია თათარაშვილის სიკვდილი, რომელიც არა მარტო ფიზიკურ მშვენიერებაზე მაქვს საუბარი, არამედ მის შინაგან დამოკიდებულებაზე, თვით სიკვდილის დამოკიდებულებაზეც კი ფიროსმანის მიმართ თათია ძალიან ახალგაზრდა და მით უმეტეს ჭალებში ვიტყვი უცნაურია, რომ შეიძლება ახალგაზრდა ქალმა და კაცმა შეზოს ასეთ სიღრმეში შევიდეს მისტიკურ არსებაში მეტაფორული სახე გააკეთოს და თან იყოს სრულიად მომაჯადოებელი როგორც ქალი, როგორც ადამიანი. ეს შენი მისამართი. რომელი Тук-тук. ბატონი ზვიადის მუსიკა, რომელიც აი რო გგონია რაღაცა ისე გიძურება სულში, ისე ჩაგდის, სადღაც მთელს ხელს მოედება და მე რაღაც საოცრებებს გაკეთებინებს და შენ გგონია რომ რაღაცებს აი მართლა როგორ აკეთებ, იცი აი ეს რანაირად გამოვიდა და ეს აი რაღაც საოცარი მუსიკა, არ ვიცი, არა ამ ქვეყნიური ჟღერადობის მუსიკა, იქ საოცარი ხმები კი და შიგნით, ნუ აი უდიდესი სიამოვნება დავდიოდი ქუჩაში, სახლში, გარეთ, მაღაზიაში, ყველგან მესმოდა, ყველგან მესმის ეს მუსიკა. ერთი მინდა აღნიშნო, რომ ბატონ ზვიად ბოლქვაძის უშესანიშნავი მუსიკა, რომელიც მე პირადად მეხმარება, ჩვენ გვეხმარებოდა ამ სპექტაკლის შექმნაში, იმ განწყობაში, იმ ატმოსფეროში. სანამ დავიწყებდით რეპეტიციას, ზაზამ ეს მუსიკა ცალკე გადმომიგზავნა და აი ვცდილობდი რომ ჯერ ზაზასთან ერთად ეს ყველაფერი რომ ამეწყო და შემდეგ მარტო ეს ყველაფერი რომ ჩამჯდარიყო იმ მუსიკალური ფრაზის დაწყებიდან ტექსტი იწყება და იმ დამთავრებაზე რომ ეს ყველაფერი
დამჯდარი იყო ეს. თითქოს ერთი სცენა იწყება, ერთი მუსიკალური კომპოზიცია, მეორე სცენა იწყება და შემდეგ სხვა კომპოზიცია და ეს ალბათ სცენებში უნდა დამთავრებულიყო ტექსტიც და ცოტა მაშინ სირთულეები მქონდა. ნუ რა მეტნაკლებად მგონი დავძლიეთ ეს მომენტი. მალე დადგება განკითხვის დღე. ყველანი სანთლები ვით ამოვიწვევით. საკუთარ ცოდვებს ყველა ერთმანეთს გადააბრალებს. დღეს თუ გაქები ხვალ გაგვაცხავე. სწორედ იმისთვის, რისთვისაც გუშინ გაქეს. ზეკი საერთოდ დაგივიწყებე. შენც დაგივიწყებენ მეც და ყველას. სულ ვამბობ ზაზას აქ რაღაცა უნარი, საოცარი უნარი, რომ შეგიქმნას და მოგახვედროს რაღაც არაჩვეულებრივ სამყაროში. დეკორაცია, სცენა, განათება, მუსიკა, ყველაფერი, აი მათემატიკური სიზუსტით აქვს აწყობილი და მე გიждები ამ სიზუსტეზე. რამდენადაც მათემატიკა ცხოვრებაში არ მიყვარს და სკოლაში ჩემი ძლიერი მხარე არ იყო. იმდენად ვგიждები სცენაზე მათემატიკურ სიზუსტეზე. ჩემთვის როგორც მსახიობისათვის ძალიან კომფორტულია, იმიტომ რომ ზაზა თვითონ მისი მუშაობის სტილი, მანერა ის არის, რომ რაღაც მოველაპარაკება მსახიობს რაღაც ჩონჩხზე, მთლიანად პერსონაჟის აგებულებაზე და შემდეგ უკვე გაძლევს საშუალებას ხორცი შენ შეასხა. ნუ რა თქმა უნდა თუ კი რამე შეცვლის ხოლმე, მაგრამ მთლიანობაში მე პირადად ეს ფორმა რეჟისორისა და მსახიობის ძალიან მომწონს. როცა ის მაძლევს საშუალებას, მე რაღაც ხორცი შევასხა პერსონაჟს. ადამიანმა ათქმევინებს წელიწადში ერთხელ ყველას კარზე შემოვჭდებიო, მაგრამ თუნდაც მართლა ასე იყოს. ამ ქვეყნად იმდენი კარია ბედის მოვლოდინე, ხოლო წელიწადში ცოტა დღეა. ცნელი დასაჯერებელია ბედმა თავისი სიტყვის შესრულება შეძლოს და ყველა კარზე მოასწრო შემოჯდომა. ბოლო პერიოდია, აი ბოლო 1 საათი, სანამ წავიდოდ ამ ცხოვრებიდან, ალბათ ყველა ადამიანი გრძნობს ამ მომენტს და თითქოს შეგუებული, თითქოს მომზადებული ამისათვის და ეს განწყობა ალბათ თვითონ ფადებს. არ ვიცი ახლა რამდენად მოვიდა ეს ტემბრი ხმა, მაგრამ ალბათ ის მიკროფონი იყო, მომცა საშუალება მიკროფონმა მელაპარაკა უფრო შინაგანი წამომეღო ვიდრე დაუშვათ სცენაზე, გინდა არ გინდა მაყურებლის წინაშე ის სცენაზე რაღაც დოზირებით გიწევს აწევა ხმის, რომ გააგონო მაყურებელს. აქ იმდენად კომფორტულია ამ შემთხვევაში, რომ თუ კი რამე შინაგანი რაღაც სევდა არის გამოსახატი თუ გრძნობა არ ახარ შებოჭილი იმით, რომ შეგიძლია შენთვის ილაპარაკო, მაგრამ მოვიდეს მაყურებელამდე ისე, როგორც საჭიროა. მისასთან ყოფნა უფრო იოლია. მაშინ შენ დავიწყა. მარტო რჩევით. და მეცის გარდა. აღარავის აღარ სჭირდები. ამას სჭირდება ძალიან ბევრი მაყურებელი. რა გაგებით? ადამიანებს სჭირდებათ, რომ ეს სპექტაკლი რაც შეიძლება ბევრმა და ბევრჯერ ნახოს. და იმედია, რომ ეს ასეც იქნება. ჩვენ ხედავთ, რომ ეს არის ძალიან ჰარმონიული თანამოაზრეების გუნდი, რომელსაც ყველა ბგერა, ყველა აი მონასმი თითქოს ერთმანეთის ძალიან კარგად ესმის. არ ვიცი რამდენად ახლა ეს ფორმატი იძლევა საშუალებას, მაგრამ მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად იმ შემოქმედებით ჯგუფს. პირადად საზას, რა თქმა უნდა თათიას,
ბატონ ზვიაც, ბატონ ფესობეს, ელიას არაჩვეულებრივი ხავტრობით. ხო მინიმალისტურია თითქოს ერთი კედელი და კარებია და ტახტია, მაგრამ აი იმდენად გადმოდის ეს ატმოსფერო. აი შემოქმედები ჯგუფს და ტექნიკურ ჯგუფს, რომელიც რა ვიცი თავს მემრლებოდნენ და ეს ხომ თეატრში არ ხდებოდა მუსიკალურ ცენტრში. აბსოლუტურად ყველა ძალიან მომართულები იყვნენ. არ შემიძლია რო არა უხნიშნო ეს ადამიანები ხმაზე ეს ვერაკებულოზე განათება ჩემი კახა გიგინეიშვილის ვიადი მურვანიძე რეჟისორის ასისტენტი და უკან ბიჭები სათითაოდ სახელებს და გვარებს ფიზიკურად ვერ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ გვარები არ მახსოვს, სახელები კი. აი თქვენ არიცით უკან რა ხდება. იქ არის ცალკე სპექტაკლი, იქ არის ცალკე ამბავი. აი თითქოს ყველა ვართ ერთმანეთზე როგორიც ეს ლამბებით გადაბმულები. და რა თქმა უნდა ამ ყველაფრის ეს არის ყველაფერი ზაზას დამსახურება. ზაზა ქმნის ამ ატმოსფეროს, ზაზა ქმნის ამ გარემოებას და ზაზა ქმნის ამ ადამიანებს. და მე მგონია რომ მას ეს ფანტასტიკურად გამოსდის. დღეს ვინც იმუშავა ზოგადად ამ სპექტაკლზე ჩემთვის ყველანი ძალიან მე ასე ვიგრძენი რომ ისინი ყველანი იყვნენ ღმერთთან ახლოს, ფიროსმანთანაც და ღმერთთანაც ახლოს. და ისინი საუბრობდნენ სიყვარულზე და ეს ერთობა არის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. აი ამ ერთობამ შეგვაძლებინა ესა. ამ ემოციებს ვერაფერში ვერ გავცვლი. ძალიან ძვირფასია ეს, რომ რაღაცა იდეის ირგვლივ ერთიანდებიან ადამიანები და რაღაც ეს პერიოდი რამდენიც იყო და საკმაოდ დიდი ხანი იგრძელდებოდა. სულ რომ თან დამყვებოდა ამაზე ფიქრი, ეს ძალიან მაბედნიერებდა და შემოქმედის ცხოვრებაში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ცოცხლობთ ჩვენ ამით. თუ ვინა ტალახში გაძლო, ჯერ ია უნდა მოკლა. ისონი უნდა მოიშორო. ჩვენს ბედზე ია ადვილად ყვდება. ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი რამ ბათუმის მუსიკალური კულტურის ცენტრი, რომელსაც უკვე აქვს თავისი კარგი ბიოგრაფია, დღეს ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადამიანების ხელშია. და ის ადამიანები, რომლებიც ერთად მუშაობენ, ეს არ არის ჩვეულებრივი სამსახური დარწმუნებული ვარ მათთვის. ეს არის ადგილი, სადაც ისინი ქმნიან, სადაც ყველა დირექტორიდან დაწყებული გალბატონ ინგასგან ჩვენი უსაყვარლესი ზვიადით დამთავრებული მურვანიძეს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ეს არის ნამდვილი შინაგანი სიღრმისეული გაერთიანება ადამიანების, რომლებიც უბრალოდ ძალიან ისე თუ ვიტყვი, ყველაზე მოკლე სიტყვას თუ გამოვიყენებ, თუმცა ძალიან ტევაც განიჭებენ ბედნიერებას. იქიდან